ხო, ну მოატრიალი, ოდნავ მოატრიალი. ხო, ცოტა გაჩერდა. ხო, და გავასწორებ მე, არაფერი არ არის. არ იკითხება ისედაც. ეს ისედაც მე ხო, ამ ეტაპზე ახლა მშენებლობა მიმდინარეობს ზირთადად ქვისლამ მიმდინარეობს, იმიტომ რომ მაინც ზამთარი არის და ყინვები არ დაარტყავს. ახლა პრინციპში ყინვაშიც შეიძლება გვემუშავა, მაგრამ ქვის სათლელია იმდენი ახლა, რომ ესე იგი ვიმარაგებთ ქვებს და ჩანს კიდეც რა ახლა მართკუთხა ნიშების კაპიტელები არის გათლილი უკვე და ეს კი თაღებია გათლილი, თითქმის მიყვანილია ბოლომდე, აფსიდური ნიშების კონქი არის გათლილი და იქაც ესე იგი კაპიტელები გათლილია და იქაც თითქმის დასრულებულია. ეხლა არის გასათლელი აქ კარიბჭეების, ესე იგი სამხრეთ ჩრდილოეთ და დასავლეთ კარიბჭეების სვეტები, ეს სვეტის ბაზა არის და ეს ბაზები ითლება ეხლა, თვითონ ეს სვეტები გაითლება, კაპიტელები გაითლება და შემდგომ ესე იგი თაღები. აქ ესე კიდე ერთი სვეტი დგება, ორი სვეტი არის საემღიებში. და აი ეს არის ეს კი ამას ვაკეთებთ ახლა ამ მომენტში რა. ამავე დროს შიგნით ბიჭები მუშაობენ, ეგერ ეს როგორც ჩანს ეს კი ბაზე ორი ბაზა, ესე იგი ეს საკურთხეველში შესასვლელი ბაზა, რომ ნუ ცნობილია რომ 4 კუთხეზე, 4 ბაზაზე ან 4 სვეტზე ეყრდნობა. ორი უკვე დაწყებული არის აქეთ მხარეს და აი ისინი ითლება და იქით მაგერო დამთავრდება. ნუ ჩვენი ვარაუდით უკვე ესე იგი ამ თვის ბოლოს, ესე იგი თებერვლის ბოლოს ან მარტში უკვე ესე იგი წყობაზე გადავალთ რა. ამისთვის ყველაფერი მზად აგვაქვს ახლა ის ძირითადი სირთულეები რაც ქონდა მშენებლობის თქვა პირველ წელს ეს იყო დენის პრობლემა, ენერგიის პრობლემა იყო პრაქტიკულად ესე იგი შეიძლება ითქვას რომ ჯამში 3 თვე გვაქვს ნამუშევარი მიუხედავად იმისა მთელი წელი ვმუშაობდით, მაგრამ ენერგიის წყვეტა ჯამში ალბათ 3 თვე ვიმუშავეთ და 2 მეტრზე ავედით რა. ხო და ეს ენერგიის პრობლემა გადაწყვეტილი გვაქვს უკვე, ესე იგი კესის დენი შემოვიყვანეთ, ქალაქის დენიც ამერიკულ სექტორზე გადავედით და უწყვეტად გვაქვს უკვე ესე იგი დენის მოწოდება პრაქტიკულად. ნუ ისიც აგვაქვს რა ვქო, გენერატორით შევიძინეთ და ზაფხულში სხვათა შორის გენერატორზე მოგვიწია მუშაობა. იმიტომ რომ დენი სულ არ იყო. და ეხლა გვაქვს დენი. ამავე დროს ახლა პრობლემა უკვე სიმაღლეში რომ მივდივართ, ეს არის ესე იგი ქვის მიწოდების ამოგეხსენებათ, ამხელა ლოდებით ვაშენებთ, ასე არავინ არ აშენებს ამხელა ლოდები დღეისათვის. უზარმან თითო ქვა მინიმუმ ესე იგი მინიმუმ 200 კილოა რა თითო ქვა ეს ყველაზე პატარა არის ნახევარტონიანი ქვები ზოგი და მეტიც არის ზოგი ქვა კუთხის ქვები თითქმის 700 კილოს ტონამდეც კი არის ზოგიერთი ესეთი ქვა გამოყენებული ამიტომ ესე იგი აი მიწოდება ქვის მიწოდებისათვის გავმართეთ ასეთი ძალოვანი ხარაჩოები და ტელფერული სისტემა. ეხლა ჩვენ ნებისმიერ ადგილას შეგვიძლია ამ ტელფერების წყალობით ესე იგი მივაწოდოთ ქვა. ქვის მიღებას იქ ვაკეთებთ, 2 მიღება გვაქვს პრაქტიკულად ელექტროტელფერი გვაქვს დაყენებული 2 ტონიანი, მანქანა რომ შემოვიდეს და სახერხს ქვას ჩვენ კარიერიდან მიგვაქვს სახერხი რუსთავშია. რუსთავში ესე იგი ზომების მიხედვით მივდივართ და ხერხავთ ზომების მიხედვით რაც გჭირდება და სახერხიდან გადმოგვაქვს ესე იგი აქ ელექტროტელფერის ვცლით და მე ესე იგი ისე ელექტროტელფერი და ხელის ტელფერებით მოგვაქვს და უკვე დავაწყობთ ესე იგი საცაგვინა იმ ადგილას დავდებთ ქვას რომ ტემპი მოუმატოთ რა და გადაწყვეტილიც გვაქვს და ნამდვილადაც მოუმატებთ ტემპს 1-2-ჯერ 3-ჯერ შეიძლება უნდა გავზარდოთ ტემპი. იმიტომ პრაქტიკულად უზრუნველყოფა გაკეთებულია მთავარი საკონცო საკითხების. ამავე დროს ესე იგი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის და მე მიხარია ის არის რომ ესე იგი პრაქტიკულად ჩვენ კარი ღია გვაქვს და ყველას ვიღებთ სამუშაოზე, ვისაც უნდა რომ ისწავლოს ქვის თლა, ქვის წყობა და აი ამ ტრადიციული წესით მშენებლობა. კალატოზები
წვენები ყავს, ამ მომენტში გაშვებული ყავს, იმიტომ რომ წყობას არ ვახორციელებთ რა. ან პერეკვალიფიცირებას ვაკეთებთ და ქვის სამუშაოებზე გადავიყვანეთ, ქვის თლას ვასწავლით. და არა მხოლოდ თქვათ ესე იგი კალატოზებს, არამედ ახალგაზრდებსაც ბევრს ვიღებთ. ეხლა ერთი 6 ბიჭი ყავს პრაქტიკულად რუსთავის ნიკოლაძის ფილიალიდან დამთავრებულები, რომლებიც მოდიან და თავის ხელით აკეთებენ უკვე და უკვე დამოუკიდებლად შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებელ ოსტატებად არიან ჩამოყალიბებული და ამით ჩვენ გვინდა ავაღორძინოთ ეს ძველი წესი როგორც იყო და აი ოსტატის და შეგირდის ინსტიტუტი ავაღორძინოთ და თქვენც ალბათ გადაიღებთ და ხედავთ რომ ესე იგი პრაქტიკულად ახალგაზრდები არიან, ძალიან კარგი ხელი აქვს და დავიცით ჩვენურად მუშაობენ. მაგრამ არა მხოლოდ ახალგაზრდები, ძველგაზრდების ბევრი ყავს და სულ სხვადასხვა სპეციალობის ხალხი. ახლა ყავს ეკონომისტი, იურისტი, სვიაზისტი, მოჭიდავე, ფეხბურთელი, რა ვიცი, ენერგეტიკი და სულ სხვადასხვა სპეციალობები, რომლებსაც ესე იგი ხელმარჯვეები იყვნენ. ბევრი მოდის სხვათა შორის აი ხეზეკვეთიდან და ისინი მივიღეთ და გვინდა რომ რა ვიცი, აი რუსთავის ყველა ეკლესიიდან მრევლში თუ ვინმეს ექნება სურვილი, რომ აი ჩვენთან მოვიდეს და ვასწავლით ხელობას, ერთი თვე იმუშავებს ესე იგი ისე აი სასწავლებლად, მერე შევხედავთ თუ რომელიმე თქვათ ივარგებს, ჩვენ ვეუბნებით რომ აი შენ ვარგი ხარ, შენ შეგიძლია იმუშაო და ყველა პირობას უქმნით რომ ესე იგი იმუშაოს. ნუ დასაწყისში იარაღებს ვათხოვებთ, მერე ესე იგი რასაც გამოიმუშავებს, იარაღებს შევასყიდეთ და აი ესე იგი ამ ინსტიტუტის აღორძინებას გვინდა. რაც შეეხება მშენებლობას ხედავთ ახლა მე მგონი აი ტემპით მიდის და პრინციპში მე ბიჭების კმაყოფილი ვარ. სულ ყველა ძალიან კარგად მუშაობს, ერთიანი რაღაც ისეთ შედუღაბებული გუნდი არის შეიძლება ითქვას და რა ვიცი ძალიან გულით მუშაობენ სულ ყველა. რამით უმეტეს რუსთაველები არიან და შეტკივათ თავიანთ ქალაქისთვის და ტაძრშენებლებისთვის გული. და არა მხოლოდ ამათ, ეს ბევრი მოდის და ძალიან ბევრი გვეხმარება კიდე. შემოდიან სანთელსანთებენ უკვე დაეწყეს. ეხლა ჩვენ გვინდა იქ პატარა სასანთლის მოწყობა და ისედაც რა ვიცი, შემოდიან ზოგი სიტყვით, ზოგი რაღაც პატარა დახმარებით გვეხმარებიან და ესეც მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის, რომ ყურადღებას გვაქცევენ ძალიან. კმაყოფილი ვართ, რა თქმა უნდა, სულ ყველასი, უპირველეს ყოვლისა, ესე იგი, მამა დიმიტრი და მრევლი ყოველოთხ შაბათს აქ არის და პარაკლისებს იხდის და სხვათა შორის ალბათ ნიშანდობლივია ისიც, რომ აი ეს გაჭირვება რო იყო და ცოტა ვერ მივდიოდით, მერე ხატი მოიტანეს, ესე იგი, ღვთისმშობელი მაშენებელი რა, ასეთი ხატი არის, მართალია ეს რუსული ხატია, მაგრამ მაშენებელი ქვია რა. ღვთისმშობელი მაშენებელი და აი იმის მერე რაღაც თითქოს ტემპიც მოგვემატა რა, ხო და აი ეს ძალიან ესეთი ხო მნიშვნელოვანია. აი დღეისათვის ეს შემიძლია გითხრათ, თითქმის არაფერი, რა ვიცი, ქვა საკმაოთა გვაქვს, ყველაფერი გვაქვს, ესე იგი დღეისათვის იმისათვის რომ ვიმუშაოთ და ჩვენი თითო ქვა დავდოთ ამ მშენებლობაში.
ეს დაჩაგნული არა ხები რა ხო და ჩანგლები აი ზემოდან ამაზე რო ახდე უფრო დაახუსებდა რა იკვრება სათავე და ზედაჯდება ხო მეჭედრის დროს და იმის დროს ზემოდან ჩაჯდება და ყევის დროს არა საშუალებას არ აძლევს რომ დაიძრას რა ერთმანეთს ერთმანეთზე ჩამოეშვება ამას ქვია ხები და ესე მიდის თელი სიმაღლე ესე მიდის ბაძიდან დაწყებული ქვემოდან იატაკიდან დაწყებული აღმოსავლეთ ზევაკალის სულასე გრძელდება და ზემოდან კაპიტელები გაუკეთდება მაგრამ ძალიან აბაზი რა რაღაც ორიგინალურად იქნება ნახაზები ჯერ არ ჩამოთარგმნა ძალიან აბაზი თითოეული ქვა იატაკიც ხო ისევე როგორც დაჩანგლულია ტყვია არის შიგნით ჩასმული ყველაფერი რომ ყევის დროს იმის დროს განსაზღვრული იყოს ყველაფერი რა აქეთ ეს კადრებში ხო ყოველთვის არა დაწოლა რო ხდება ხოლმე კარებში რა ყოველთვის ხდება ხოლმე აბაზი ჯვარიწერია ხო ამეებში ხდება ამიტომ დაწოლა რო არ მოხდეს ასეთი ორიგინალური რაღაცაა რა ხოსო ჩება შიგნით სამკუთხედა ისე კეტვა ისე ხდება აი დაუკვირდი როგორ არის კეტვა ისე ხდება რომ დაწოლა საერთოდ არ მოხდეს ამაგიდან მრავალი ათეული წონა რო ჩამოვიდეს, ხო, მაინც არ მოვიწევს. გადადის აქეთ, მართალია. ხო, და ამიტომ გადარჩება რა. ამის განსაკუთრებულობა მაგაშია. ხო. ხოდი ასე შევუვარდ. არა. თავისუფლად დაკენჭია რა, თავისუფლად სხვადასხვა დიაგონალებია, აი ჯონი არის მაგის პროფილი. ხო. აი თითქოს რაღაც ხავერდუნას რაღაც აი ხალი ჩასავით აქვს შემოგვიდა და რაღაც დიდ მასიურს ეკაგონებს რა აი ზემოდან ტარახი არ არის გაკეთებული ზემოდან აი შეადარე ზემოდან და სუსვა რაღაცაა სუსვა სილამაზე რაღაც მასიურების იმას აქვს რა შეგძლება რა აი მართალი დიდი და ძლიერი კადრები ეს საკუთრებული ზემო ხორაი ავიდეთ მიდი ადი შენ და მოხდა ეს წინა საკუთრებული ხო გელათის როგორც გელათია აგებული ისეთი ის არის ბაზები ბაზისები გამოსულდა როგორც გელათია ხო იგივე ანალოგიური აქვს ტაძარს დაემატა იგივე ისა რა თუმცა გირჩი აქ თავისებურად მე სფერო იქნება ჩუკუთმაში იქნება და დიდი სფერო რომელიც ჩაიხრახნება კედელში და იქნება ესე გამოწეული ლაბადა როგორც გელათია ეს ძალიან ლამაზი იქნება რა თითოეული საკურთხეველი ყველაზე სუსტი წერტილია იქიდან გამომდინარე საკურთხეველი სარკმლები მოყვება რა 1 2 3 სარკმელი თავისებურად მეტრა 50-მდე სადღაც დაახლოებით ასე ავადა ეს ნიშნავს რომ სუსტი არის უკვე დაყოფილია და ამიტომაც ეს ეკეთება ხოლმე რა ჩანგლებით თითოეული ქვა გადამულია ჩანგალზე აი ტყვია არის ჩასმული რკინი დაბურგილი არის სპეციალური მეტალობურგით ამოჭრილი არის ჩასმულია არმატურის ან პროტოკოლს უძახით ესე რა რეშულად და შემდეგ კალა არის ჩასმული ტყვიაში და თითოეული ქვა საკუთრების ყველა მხარეს აი აგერაც არის თითოეული ქვა ესეა გადამული და შეკლულია ერთი რამეა საინტერესო და ეს რომ გაკეთებული იყო ბევრ სიტუაციაში რომ დღეს ბევრი ტაძარი შემორჩენილი გვექნებოდა რა ძალიან ბევრი რა გადაჭერილი გვექნებოდა ეს ბოლოს რომელ საუკუნეში არის ხო არის ესე გაკეთება სადღაც 3 საუკუნის წინ ხო 3 საუკუნის წინ სადღაც ესე რა 2-3 საუკუნის საინტერესო ერთი რაღაცაა თორმეტი ამტოვა ეს არ არის ფილაქანი დაუშვათ მინდებული და ან ჩანგალზე ჩამოტილებული და ეს არის თლიანი ქვა რომელიც როგორც აი ბრილიანტი ცზის იმაში
ოქროში ან ძვირფას ლითონში რა, ისეთი ისეზე თითოეული თქვა ამ დუღაბში რა, ამ კედელში რა, როგორ არის გათვლა, ეს დავთიშე ლექსო. ეს გათვლა როგორ ხდება, აი ქვემოდან. აი აქედან უფრო კარგად ეჭვს. გარეთ და შიგნითა პირანგი. გარეთ პირანგია ეს თვითონ მოხატულობა და თვითონ გასუფთავებული გათვლილი და შიგნითა პირანგია, რომელიც გათვლილია, ამაზე რომ შემდეგ აქედან ამოუშენდება აგური. ხო. და შიგნითა მხარი აგური და გარედან აუდი და შიგნით ვიბრაციით და იმით შედის დუღაბი. ამ ორ კედელს შორის. რო გაამაგროს ესე. ადრე იყო ესეთი რაღაცა რომ ქვები კეთდებოდა. აი ყორესავით როგორც ყორია. ხო ესეთი რამე კეთდებოდა. ჩვენ ახლა შევწვალეთ აგური. ჯენა ნაკლებია აგური. მაგრამ ყორეს ერთი ის აქვს რა თავისებურება. ყორე ისე ვერ გათვლი რომ დუღაბის ნაკლები ფენა იყო. დუღაბს საერთოდ ჯენა აქვს რა. რაღაც წლების განმავლობაში რაღაც 30 წელი მაინც უნდა გავიდეს რომ ის დუღაბი დაჯდეს და ერთ დონეზე დადეს და აგური იმიტომ შევარჩიეთ რომ ნაკლები ისაა და ნაკლები დუღაბი მიდის იმას შორის აგურსა და აგურის შორის რა ეს ნიშნავს რომ თანამედროვე ტექნიკა საშუალებას იძლევა რომ ტაძარი დამთავრდეს 4-5 წელიწადში დაახლოებით ასე და უფრო სწრაფად წავიდა ეს რომ ყოფილიყო და ხო უფრო სწრაფად ხდება და ეს რომ ყოფილიყო ყორე და რაღაცა უბრალოდ ვერ მოასერდა იმ დაბჯენას. გარეთა კედელს მერე დააწევოდა გარეთა ქვა, შიგნითა კედელი დაიწევოდა, ეს გაჩერდებოდა და შეიძლებოდა რაღაც არათანაბარი ბალანსი მოხდეს რა გარეთა და ამიტომ ეხლა უკვე თანაბრად იქნება. ესე იგი ჯენერალურია. სამკვეთლო სადიაკვნე. ისა ხო? ხო. ადრე იყო თავისუფალი წყობა რა აგურს ესე ედებოდა გადადიოდა ერთმანეთს მაგრამ ეხლა თაღით კეთდება აი აგური მთლიანად შემოდის თელ კარზე ეს იმაშინსაც რომ დაწოლა ზემოდან რაც მოხდება ხო თანაბრად იქნება რა რაღაცნაირად შემჭიდროება შეკუმშვას გააკეთებს და ამიტომ ჯენაც არ ექნება რა და უფრო მტკიცი არის რა შესაგებია აი აქ უფრო კარგად აჩას აი როგორ არის ეს მაღალდასოს დონის თაღები რა აი აგური ესე არის ამ შემოდი მარაოსებია. ის ხები, როგორ არის? ის ისე. თითოეული აგებულია დაჩანგული არის ერთმანეთთან. აი, კარგად აჩას. ამ გადავიდი. ხო, რამდენი მეტრია უკვე? სადღაც მეტრა 80-90-დან იწყება რა. მეტრა 80-დან რა. სარკმლების დონეები საკურთხევლის კედლის უფრო მაღლა არის. ერთ დონეზე ეწება. მე ნახած გაჩვენებ რა ლამაზად გაკეთდება რა. ჩაფიქრებულია ჯვარი სარკმლის ზემოთ და სულ ჩუკურთმაში და სულ ეს საშუალებას იძლევა ქანელა აწევ და დაწევ. აგრესა ინტერესია. ხო, ლექსო, კაპიტელები. აი შეტები. ეს შეტები რო დამთავრდება, ხო უკვე ამ დონეზეა რა. შეტები რო დამთავრდება, ანალოგიური კაპიტელები დადგება. რომელიც მერე შეიკრება რა, ასეთია. რომელიც აგერ არის გაწილი, უყურე, კაჟისგან. საკუთარ მაგარი ქვა არის. აი ეს კაპიტელია გამზადებული ამისთვის. და დაიდო და შემდეგ უკვე იწყება თაღები. სამი თაღი იწყება. სამი თაღი იწყება. მოდი აქეთ მივიდეთ. აქაც ჩუქურთმები კეთდება. ამებზე. შენ ზემოდან აი ხარაჩოები მოხდება. პარასოთა. საკმაოდ ლამაზი და საკმაოდ ორიგინალური იქნება რა. ხო და განსხვავება აი აქიდან ნიშნებსა და იქიდან ნიშნებს ჩუქურთმაში არის რა რაღაცა შერწყმულია ერთმანეთთან სხვადასხვა. აი შრებლების ფონდა დავში. კარგად აჩანს აქ რა. ხო რა კარგი. ხო.
საკმაოდ ლამაზი რა. რაღაცა ის სიძველის და რაღაც იმის გამოხატულებაა თვითონ რა. თავისუფალი წყობა. ქართველებს გვაქვს რა, აი ესე უნდა და მაგალითად ხელოსნოს თუ ასე გააკეთებდა. პიტარეთი მაგალითად. ჩვენთან ჰორიზონტალურად ვაკეთებთ დავუშვათ ვერტიკალი ჰორიზონტალი და თავისუფალი წყობა სადრას ჩავხეთ. იქ რომ უყურეთ, იქ საერთოდ თქვა არის ჩასული აი ესე რა პირდაპირ დევს რა, ერთი სიკვდია სამკუთხედიდან. არავითარი გრადუსი, არავითარი ისა რა, სამკუთხედა ხარ რა. მაგრამ დღემდე შემორჩენილია. რა თქმა უნდა თავისუფლად დაზიანებულია, მაგრამ თავისი ერთსაკითხი დიდებულობა არ დაუკარგავს რა. ხო, გადმოღებულია ყველაფერი. თუ კი რამე საუკეთესო არის რა, ჩვენ ტაძრებში, ქართულ ტაძრებში. აი, ამოღებულია ყველაფერი და ამ ტაძრშია ჩაფსეული რა. ასე ტელეები რა. ნაკრები კი. ხო, ნაკრები რა. და მაგას თავი დავანებოთ კიდე აი თვითონ ის გათვლები და აი თითოეული ქვის კედელი, თითოეული ისე სულ გათვლილია იმისთვის რომ მარტო ქართული თვალსაზრისით კი არა. აი მშენებლობის რა, არქიტექტურის თვალსაზრისითაც ეგ მაგიც არის ჩადებული გათვალისწინებელია. თუნდაც ის სამკვეთლოს აბიაკვის შესასვლელი რომ იყო პატარა კარები, თუნდაც ის მომენტი რა. აი ფოსორომ იყო დარჩენილი რომ არ ჩაეკეთა. აი ის გათვლილი იყო ბაგარი. ეს დასავლეთის კარიბჭე. აქაც იგივე სვეტები წამოვა. რომელიც ანალოგიურად შეიკრება, ნუ შედარებით ფართი კარებია დასავლეთის კარიბჭე რა. ესეთი ის არის. აი, როგორ არის დაწილი. ხო, ეგ გადავიღე. ხო, გადავიღე. ესენი მაჩვენა მაშინ. ხო. ჩანგლები, ხო. სამი ქვა არის, გაჩანგლული ერთმანეთთან. ეგეც. აყვანილია რა მთლიანად რა. გვერდებიდან ჩანგლები გაკეთებული. ისიც კალაში ჩასული, კალაში ჩასული. რომ მიწედრუზო გათვლილი, აქ გაუკეთება შემდეგ რქები, რომელიც დაესვა მე ეს ქვები. ხო, ასევე საკითხაო გაიქნება. ხო. ანალოგიურად მე აი ეს ქვა მაგალითად აი მასა ჩანგლით არის გადამული. იგივე რა. ყველა ქვა ერთმანეთთან ჩანგლით. ხო, ერთმანეთთან ჩანგლით არის გადამული. და პლუს იმეებით. ხო, პლუს რქებით. ხო, რქებზეა ჩამოსული რა. რომ გათვლილია სეისმოლოგიურადაც რა, მიწიდრუს იმის დროს ვეტი რომ აი დავუშვათ, ეს არ გამოვარდეს გარეთ და ეს არ შევარდეს ან რაღაცა რა. იმიტომ არის გათვლილი. აკი მან ცოტა რაღაცა. აკი ხო? საფრეთის ხარეს, ხო? საფრეთის ხარეს სხვანაირი ჩიკურთმა იყო ამის. აქ სხვანაირი ჩიკურთმა. და ერთმანეთში გადაებდება რა. აი ესე იდება. აი კეთვა. ეს რაიმას დაუკვირდი. ხო, რა მომენტი არის აი ზემოთ. თავი. აი ისია, როგორც აი გასაღებივით ის შიგნით. იქიდან დაწულა რომ მოხდეს, აი გაწევის საშუალება და იმის საშუალება არ აქვს. აი ეს საკუთხედად არის რა. ეგ გათვლილია იმაზე რომ დაწულა რომ მოხდეს, ხო? თანაბრად გადანაწილდეს ყველა ძალა რა. გასაგებია. იმიტომ რომ 10000-ობით და 100,000-ობით ტონა აწულა ზემოდან რა. აფელაკოზე. ოკეი, თითქმის მომთავრებულია რა. ხო, ეხლა აგე, ვიზარი აკეთებ ჩუკურთმას. ამის შემდეგ ეს რა თქმა უნდა გასასწორებელია ყველაფერი. არახია გასაგებია. ყველა ქვაზე არახია, ყველაფერი. ამაზე რო არახი გაკეთება, მე სულ სხვა სილამაზე, სულ სხვა იმას გამოვიტანს. ამაზეც კი. შეიძლება გავუკეთება არახი. ზემოთ ხო არა ვიდი? ზემოთ დავიდი ხო? Sabidi valla naka reformasyon. არიან მუშები ბლომა, სურველები. კი, ძალიან ბევრი განსაკუთრებით ახალგაზრდა. ახალგაზრდა. განწყობა, ძალიან კარგი განწყობა არის. ყველა სურვილი ვაგრო ბოლომდე დავამთავროს ეს შენობები.
მე შეგვეწევა. ერთხელ მოვიდა ეს ტელევიზორში მოხდა. რა სიტყოდით, აბა? უნდა ვთქვა, ტაძარი შენდება ხომ ერთი სახლის არის ეს და მამა. მონაწილეობთ ერთი სახლის მშენებლობაში. განწყობა როგორია ძმო? ძალიან კარგი განწყობა. სწავლობ. ხელობას მეუქმე. ძალიან კარგია. ასასია მომწ. შეგედები ჯუაკი. თქვა სასწაულ ნაჭერი იდება. აქედან ის აფსიდით მიეძება. საინტერესო ფაქტია რა. აი ის დადება დაუშვათ როგორ ხდება. რიანი ადეთი, აი. ეს უკვე მზადდება კაპიტელი. კაპიტელი და ეს დაგვილი ხო. აქ გული რო შეგვიღონდება ხოლმე ზემოთ ამოვდივართ ხოლმე და საერთოდ გარემოს უყურებ რა მაგის. კაი დედაა. სადაც ნერი წარმოსადგენია ხოლმე თავიდან რომ ნახავ ქვას და მე რო გათვლი ვერ წარმოვიდგენ რომ შეიძლება ესეთი რაღაც ლამაზის გამოვიდეს ან რაღაცის გამოვიდეს რა და უცებ დიდი მუშაობი, დიდი სიყვარული, დიდი იმეთი და რაღაც სასწაულების ხდება რა. და იმიტომ რომ ეს უარ გაპოლელი ყამებს ვერ დავაყენებ რა. გაიპოლა იმიტომ რომ დასადგომად ადვილია. შემდეგ ეს შუა ადგილი აიღება და იქ დარჩება ეს ყველაფერი სადაც უშუალოდ კედელთან ხდება მუშაობა რა. ეს მე მგონი რაღაც უკვე გუმბათის ხელი უნდა იყოს. ეს ამე არის. აჰა. ეს გუმბათის ხელი იყო. სადღაც მასე ვიტად არ მაქვს რა. ხო, სადღაც მასე მოვწევს რა. აკეთებს თუ არა ფირმა შეგვაფერდა ავადო. მართლა ესეა თუ არა ფირმა შეგვაფერდა და რა. ვიდრე. აი კარგი ისაა რა. აი შეგაგდება, სწორდება. შემდეგ მეორე მხრიდან, აქედან მხრიდან აგურის ხება, ხო, აგური ლაგდება და შიგნით შემდეგ ისხება დუღაბი, სათლები რა. დუღაბი და ამ დუღაბს მერე ვიბრაციით და ემეთი არა სულ ბოლომდე უჯდება, ბოლომდე რომ აღარ იმასაკეთებს და არის საუკუნეების მანძილი, კი. გალერეას შავით აქვს მოწყობილი რა. აი ეს ნიშის ლილვები არის ესეთი რა. თუ რაღაც მიზეზის გამო არ წავიდა კედელში რა. იმიტომ რომ წყობით გასაზღვრული რა, ზოგი ასე უნდა დალაგყუროს, ზოგი ასე და რაღაც მიზეზით და აი ნიმუშად სხვაგან დავალაგეთ რა. რა. კარგადაც ჩანს რა ეს ამოტეხილობები როგორ არის დუღაბისა და სიმაში და გარეთა პერანგი ხო და მოჩიკურთებული. რელიეფური თუნდაც არის რელიეფურა. თავისებური ის არის. კარგადაც ჩანს უფრო რა. თითოეული დეტალი, თითოეული თქვა რაღაც თავისებური სული და სიყვარულია ჩადებული რა და აქედან არის ყველაფერი რა. რიცხვით დავაფიქსიროთ და რა მდგომარეობაშია ახლა მშენებლობა. ეს არის თქო თქვი რომ ჩავწეროთ ისტორიაში. აიცა რა. რა ისტორია? აი დღეს არის ესა და ეს რიცხვი. ეს რიცხვია. აქ ისე ვარ რიცხვი დამავიწყდა საერთოდ რა დღეც არის და რომელი წელიწადია? 18 მაისი 2004 წელი წავიდა. დღეს 18 მაისია 2004 წელი. აი მდგომარეობაშია რა. აი ძეძები. თვის მადლი და თვის სიყვარული თორემ
მეგონი არაფერი იქნება შეფეთქება რა.